გიორგი მიქაუტაძეს ესპანეთში აკრიტიკებენ. გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალში იდეალური სტარტი ნამდვილად არ აქვს. 2 უგოლო მატჩი, რასაც კლუბის 2 წაგებაც ერთვის, თან ისე, რომ ვილიარეალმა ატლეტიკოსა და ტოტენჰემთან გოლიც ვერ გაიტანა. ესპანური საიტი Football Fantasy საკმაოდ კრიტიკულია ქართველი ფორვარდის მიმართ, რომლის წერილში ხაზი იმას აქვს გასმული, რომ ორ თამაშში მიქაუტაძემ კარისკენაც ვერ დაარტყა. გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მოსალოდნელი დასაწყისი არ აქვს. ატლეტიკოს წინააღმდეგ 78 წუთისად ინგლისში, ტოტენჰემთან სრული 90 წუთის თამაშის შემდეგ ქართველს ჯერ არც ერთი დარტყმა არ აქვს, არც კარისკენ და არც კარში. მისი ადაპტაცია მოსალოდნელზე ნელია და მარსელინო ტორალის გუნდის შეტევაში ძალის ნაკლებობას განიცდის. ედ ეიონგის წასვლის შემდეგ გუნდმა შეწყვიტა აშკარა საგოლე მომენტების შექმნა. ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთში გამორჩეული თამაშისა და საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, ჯერ ვერ გამოავლინა თავისი გადამწყვეტი მხარე. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნები მიქაუტაძეს აიძულებს, რომ აკლიმატიზაცია დააჩქაროს. ვილიარეალმა მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და რაც შეიძლება მალე სჭირდება გოლები. ჯერჯერობით ციფრები ნათელია, 2 თამაში 168 წუთი და არც ერთი დარტყმა, წერს საიტი. ტოტენჰემთან მიქაუტაძის თამაში ასევე კრიტიკულად შეაფასა ცნობილმა გამოცემას მათს, ქართველი მატჩის განმავლობაში საერთოდ არ გამოჩენილა. სასოწარკვეთილი გახდა. თუმცა 85 წუთზე მნიშვნელოვანი ჯარიმა მოიპოვა საჯარიმოს ხაზთან. ელდს მარკუემ სულაც მხოლოდ 4 ქულა დაუწერა ჟორჟს, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი თამაში აჩვენა. შეტევაში თითქმის ვერ მონაწილეობდა, სანამ მატჩის მიწურულს სახიფათო ჯარიმა არ გამოიმუშავა.